როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ღმერთთან? ცოცხალი ღმერთის განცდა უნდა გქონდეს. სიყვარული როგორ გამოვიმუშაოთ? იძახო ის რომ ღმერთი მიყვარს, ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ჩემია და ისე მოვექცევი როგორც მინდა. შენ სად ირჩევ დგომას, ადამიანო, ამის შესახებ არის ახლა ლაპარაკი. გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ. დღევანდელ გადაცემაში მამა კახაბერ გოგოტიშვილთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ღმერთთან. მოგესალმებით მამა კახაბერ. მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ძვირფას მაყურებელს. მამა კახაბერ, ძალიან ადამიანურად და მიწიერად მინდა რომ ვისაუბროთ დღევანდელ გადაცემაში, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ღმერთთან. ეს უნდა ეფუძნებოდეს გარდაუვალ ვალდებულებას თუ უბრალოდ სიყვარულით საკმარისია? იცით, საინტერესო საკითხი გახლავთ ეს, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან ხშირად თავისი ფიქრებით შეიძლება ისე გაერთოს, რომ რაღაცა თვითრჯულობას ეძახიან ხოლმე საეკლესიო ტერმინი ეს არის, რომ თვითონ აყალიბებდეს რაღაცა მცნებებს, თუნდაც ამ ღმერთთან ურთიერთობის რაღაცა სახეებს ისე ხედავდეს, რომ ცოტა აცდენილი იყოს ეს იმ სახარებისეულ სწავლებას, თვითონ ქრისტეს მოძღვრებას, რომელიც ესე იგი პირდაპირ შეიძლება ითქვას განსაზღვრავს ამ ჩვენს ურთიერთობებს ღმერთთან. მოდი დავიწყოთ ასე და მერე მივხვდებით, რომ ეს ვალდებულება ისეთი აუცილებელია თუ არა აუცილებელი. რა არის საკუთრება თუ უფიქრია ამაზე ადამიანს, რომ საკუთრება არის, რომ მაგალითად რო ვთქვა, რომ ეხა ეს სკამი ჩემია, რომელზედაც ეხლა მე ჩვენ ვხედავთ ეხლა და თქვათ, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი სკამებია ეს. სინამდვილეში შეიძლება მართლაც ასე იყოს, იმიტომ რომ მე საკუთრება რომ ვიყიდე რაღაცა ფასი გადავიხადე ამაში. მეორე მხრივ შეიძლება იყოს ესე, რომ ჩემი გაკეთებულია, ვთქვათ, მასალა რაღაცა ხემოვჭერი და ამ ხისგან მე ესეთი ვთქვათ, შევქმენი ესეთი სკამი და ესეც ვთქვათ, ჩემს მესაკუთრეობას წარმოაჩენს, რომ ჩემი საკუთრება მე გავაკეთე, ჩემი შექმნილია ეს ყველაფერი. მაგრამ თუ დაფიქრდები კარგად, ერთადერთი და ნამდვილი მესაკუთრე გახლავთ ღმერთი. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი მისი შექმნილია. ეს სკამი, რომელიც მე რომ ხე მოვჭერი და გავაკეთე ეს სკამი და რომ გონია რომ ჩემია, ის ხეც ღმერთის შექმნილია და მეც მისი შექმნილი ვარ. ამიტომაც, როგორც კი იწყებ ფიქრს, რომ მქონდეს თუ არ უნდა მქონდეს ღმერთთან ურთიერთობა, შენ გინდა თუ არ გინდა უკვე ღმერთთან ურთიერთობა გაქვს, იმიტომ რომ მისი შექმნილი ხარ. შენით არ დაბადებულ ხარ, შენ როცა მოგინდა, მაშინ არ დაბადებულ ხარ. აქედან გამომდინარე, ეს შემხებლობა უკვე დაიწყო იქეთ, რომ ღმერთმა ნება გამოაჩინა, რომ შენ დაბადებული არარსებობიდან არსებობაში შემოსულიყავი პიროვნება, ადამიანი, რომელიც ხარ სხეულით და სულით. ესეთი შემადგენლობით ხარ შექმნილი. მაგრამ ვინც გამოგიხმო არარსებობის სივრციდან ამ არსებობის სივრცეში, სივრცეც ცოტა ისეთი შეიძლება უხეში სიტყვა იყოს არარსებობის სივრცე, იმიტომ რომ არარსებობა ჩვენთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია რაღაცის არარსებობა ამ შემთხვევაში. ამ არარსებობიდან გამოგიხმო და ესე იგი გახდი ადამიანი, უნდა ვთქვათ, რომ მისი საკუთრება ხარ ამ კუთხით, იმიტომ რომ როგორც შენ შექმენი ეს სკამი და გონია რომ ეხლა შენია, სწორედ ისე შეგქმნა მან. ადამიანო. მაგრამ ღმერთი ავლენს ამ საკუთრების მიმართ იმ თვისებებს, რაც ადამიანებს გვაქვს ხოლმე, რომ ეს ჩემია და ისე მოვექცევი როგორც მინდა. არ ავლენს ასეთ თვისებებს, იმიტომ რომ ამავდროულად რომ მოგიხმოდა, რომ გაჩნდი ადამიანად, უნიკალური, ესე იგი, თვისებებით შეგამკო და დიდი სილამაზით შეგამკო და ერთ-ერთი ესეთი თვისება და სილამაზე გახლავთ შენი თავისუფალი ნება. ეს თავისუფალი ნება მდგომარეობს რაში? რომ მე თვითონ ვაკეთებ არჩევანს,
რომ ეს ჩემი შემოქმედი მიყვარდეს თუ არ მიყვარდეს. ვიურთიერთობო მასთან თუ არ ვიურთიერთობო. თუმცა კი როგორც კი გადავწყვეტ რომ არ ვიურთიერთობო, უკვე შეცდომას უშვებ, იმიტომ რომ ეს ურთიერთობა დაწყებულია. დაწყებულია შექმნით, ჩემი შექმნით. შესაბამისად გამოდის რომ მინდა რომ შევწყვიტო ეს ურთიერთობა. ხო, თუ მინდა რომ შევწყვიტო ეს ურთიერთობა, რომ რაღაცნაირად არ მჭირდება მე ღმერთი, ასე კი არ ამბობს პირდაპირ ამას ადამიანი. რაღაცნაირად თავისი ცხოვრების წესით იწყებს ამის გამოვლინებას, ყოველივე ამის გამოვლინებას და ჩვენ შეიძლება ცოტა ძნელად დავიწყეთ რაღაცა თითქოს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მინდა უფრო მარტივად დავანახო საზოგადოებას, რომ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ღმერთთან ურთიერთობის გარეშე ცოცხლები ვერ ვიქნებით. რადგანაც ერთადერთი მაცოცხლებელი, სიცოცხლის მომნიჭებელი გახლავთ ღმერთი. როგორც ფსალმონში წერია, რომ გაშლი ხელს და ესე იგი იკვებება ყველა შენი ამ ხელიდან, ნამდვილად ასე არის. ეხლა მან თუ გადაკეტა წყარო სიცოცხლის, აღარ იქნება სიცოცხლე. ამიტომაც ამ სიცოცხლით, რომელთაც საზრდოობ, დადიხარ, აზროვნებ, გიყვარს თუ რა ვიცი, ისვენებ თუ ჭამ თუ სვამ, აბსოლუტურად ყველაფერი ამ სიცოცხლის მასაზრდოებელი გახლავს ღმერთი. თუ ეს სიცოცხლის კარი გადაიკეტა, დამთავრებული ადამიანი შეუძლია მას მუდმივად იცოცხლოს, როგორც უნდა ისე იცხოვროს, შეიძლება ესე განსაზღვროს, თქვათ ადამიანმა, რომ მე როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ. კი ბატონო, მაშინ გახდი 1-2 მეტრით მაღალი. ან სხვა რაიმე ისეთი შეცვალე, რაც შენ ძალებს აღემატება. ან თქვათ თუ ვინმე იტყვის, რომ ჩემი ნებაა და კი ბატონო თავს მოვიკლავ. კი, ნამდვილად არის შენი ნება, მაგრამ ამ სიცოცხლის შეწყვეტით შენ ესე იგი გონია რომ გაქრები, ისევ არარსებობაში გადახვალ, რა თქმა უნდა არა. არსებობას კვლავ გააგრძელებ, იმიტომ რომ სული არ კვდება. ღვთისგან მობერილი სული არ შეიძლება კვდებოდეს. ამიტომაც ეს გამუდმებული ურთიერთობა გინდა თუ არ გინდა, შენ ძალიანაც რომ არ გინდოდეს, მაინც გაქვს ღმერთთან. უბრალოდ ამ ურთიერთობას როგორ დაალაგებ, აი აბსოლუტურად შენზე არის დამოკიდებული. იმიტომ რომ ჩვენი თავისუფალი ნება სწორედ ამაში ვლინდება. რომ როგორც არ უნდა მინდოდეს, მაინც მაქვს, იმიტომ რომ ცოცხლობ და ეს სიცოცხლე მისგან არის მონიჭებული. და თუ თქვათ არ მინდა ურთიერთობა იმაში, რომ არ მინდა მისი მცნებები მოვისმინო, არ მინდა მისი დარიგება რაღაცა, შევიგონო, კი ბატონო, მაშინ ვემსგავსები უკვე ადამიანს არა. მასზე უფრო დაქვემდებარე, მასზე უფრო რაღაცა ქვემდგომ შენ იმას რა ქვია, ცხოველს, რომელიც ამა თუ იმ ხასიათს ესე ავლენს, რომ მას არ ჭირდება ახლა რაღაცა კულტურისა და მის ცოდნა, რა ქვია, რაღაც ადამიანური გამოვლინებების და ლოგიკის ცოდნა და იცხოვრებს ისე, როგორც რაღაცა ველური ცხოველი შეიძლება ცხოვრობდეს საკვების მოსაპოვებლად, მოიპოვა საკვები, ჭამა და გონია რომ ამით სული ცოცხლებს, მაგრამ აქვს თავდაცვის ინსტინქტი, ზოგი კბილებს აღჭენს და ზოგი თქვათ ხორთუმით იბრძვის და ასე შემდგომ. და ადამიანი ამ დონეზე არასდროს არ უნდა ჩამოვიდეს. მისი ურთიერთობა ღმერთთან უნდა იყოს სწორედ ის, რომ ეს სიცოცხლე, რომელიც შენ მე მაჩუქე, ეხლა მინდა რომ ეს სამარაჯამო სიცოცხლეში გადაიზარდოს. და ეს სამარაჯამო სიცოცხლე უნდა იყოს ბედნიერი და სიხარულით სავსე და არა უბედურებით სავსე და არა სიბნელი, არამედ სინათლე. როგორც მაცხოვარი ამბობს, რომ მე სინათლე ვარ და ამ სინათლეში უნდა დადიოდეთ თქვენ. და ამ სინათლეში სიარულის ქვია სწორედ ღმერთთან ურთიერთობა. რითი უნდა დავიწყოთ ეს ადამიანები? რა თქმა უნდა, საკუთარი თავის შეცნობით. საიდან მოხვედი, უნდა იფიქრო ამაზე, როგორ დაიბადე. ნუ ეხლა 1000 თეორია შეიძლება წაიკითხო, მათ შორის ძალიან ისეთი ვრცელი შრომები აქვს მიძღვნილი აფეთქების თეორიას, რომ თითქოს ეს რაღაც ესე სპონტანურად შექმნილი სამყაროა და თითქოს მოაზროვნე ადამიანები ესე დავიბადეთ, ნუ ესე განვითარდა თურმე რომ ეს ცხოველი ჯერ წყალში რო იყო, მე იქედან ამოვიდა და ფეხები გამოებადა, მე ესე იგი ცეცხლის დანთება ისწავლა. ნუ ეხლა ამაზე მე მგონი ბავშვებსაც გაეცინებათ ამ სწავლებაზე, იმიტომ რომ თუ ასეთი რამ შესაძლებელია, მაშინ უნდა გამეორებულიყო ეს ამ საუკუნეების განმავლობაში, რომლებიც ჩვენ გავიარეთ, რომ კიდე რაღაცა ცხოველს მსგავსი ის უნდა გაევლო. ევოლუცია რაღაცა ესეთი განვითარებას უნდა მიეღწია ადამიანის გარდა, როგორ არ გამოჩნდა ერთი სხვა ცხოველი კიდე, რომელსაც თქვათ ექნებოდა ასეთი წინსვლები და არ აღმოჩნდა და ამიტომაც თუ ბიბლიურ თხრობას დაუბრუნდებით, იქ ყველაფერი ზუსტად წერია, როგორც იყო და როგორც მოხდა, რომ როგორ შეიქმნა უსულო საგნები და მერე სულიერი ცხოველები და ამის შემდგომ ბოლოს ადამიანი და ეს ყველაფერი ძალიან
გარდა იმისა, რომ ერთია რომ წამს და გჯერა, მეორე მხრივ ძალიან ლოგიკურად არის ყველაფერი ახსნილი და წმინდა მამების მიერ განმარტებული და გადმოცემული და ნამდვილად დარწმუნდები ამაში თუ კი ჩაიხედავ. ამიტომაც დაიწყო უნდა საკუთარი თავის გამოძიებით, რომ აი გუშინ რომ არ იყავი და დღეს რომ ხარ, საიდან მოხვედი ადამიანი? და თუ ამ კითხვაზე, აი ეს კითხვა შეგაწუხებს, იქვე მეორე კითხვაც უნდა დასვა, რომ სად მიდიხარ? სად გინდა რომ წახვიდე? და ამიტომაც ეს ურთიერთობა ფიქრით უნდა იწყებოდეს ღმერთთან, ეს ურთიერთობა საკუთარი თავის გამოძიებით უნდა იწყებოდეს და ამის შემდგომ შემოდის უკვე რაღაცა გარკვეული დისციპლინები, რომელი დისციპლინასაც უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანი. იმიტომ რომ თუ კი ვამბობთ, რომ აი მაგალითად კულტურულ სამყაროში ვცხოვრობთ ჩვენ და ადამიანები და ბავშვები რომ დაიბადებიან, ისინი რაღაცა აღზრდას უნდა დაემქვემდებარონ, მაგალითად უნდა ისწავლონ ჭამის კულტურა, როგორ იქცეოდნენ სუფრასთან, იქ თქვათ დანაჩანგალი როგორ გამოიყენონ, მადლობა როგორ გადაიხადონ ამ ყველაფრისთვის, საზოგადოებაში როგორ მოიქცნენ. საზოგადოებაში როგორ მოიქცნენ, უფროსებს როგორ ელაპარაკონ, თავის თანატოლებთან როგორ ითამაშონ და როგორ განვითარდნენ, გონებრივად, სულიერად როგორ განვითარდნენ. ჩვენ ხომ ამას ჩვენ შვილებს ყველაფერს ვასწავლით. და ესეც ხომ ვიღაცამ გვასწავლა ჩვენით ესე დაბადებიდან ხო არ გვწოდნია ეს ყველაფერი ხა რო ავიღოთ ბავშვი ესე და ჯუნგლებში ჩავსვათ მულტფილმი მაუგლი ყველას ნანახი აქვს, ეხლა ის გაიზრდება და ესეთი კულტურა თავისთავად ექნება, არ ვერ ექნება. ვერ ექნება, იმიტომ რომ ეს გარემო ზრდის ამ ყველაფერს და თუ კი კულტურულ გარემოში ასე იზრდება ადამიანი, აი საეკლესიო გარემოშიც ესეთი აღზრდა სჭირდება მას, რომ თუ კი დაიწყებს ფიქრს, საიდან მოვიდა და სად მიდის, აუცილებლად უნდა მიმართოს მან ეკლესიას და ეს გახლავთ ერთგვარი დისციპლინა, რის შესახებაც გესაუბრებით, რომ აი რითი უნდა დაიწყოს, თქვა პირველი ნაბიჯები ამ ღმერთთან ურთიერთობისა და ეს გახლავთ ეს დისციპლინა, რომ მიმართოს უნდა ეკლესიას და მასზე უნდა აღესრულოს ის 7 საიდუმლოებიდან ჯერ პირველი რომ უნდა მოინათლოს. იმიტომ რომ სახარებაში ჩვენ ვიცით რომ ვინც ნათელი არ იღოს ის ღმერთს ვერ იხილავს და აქედან გამომდინარე წყლისგან და სულისგან ის უნდა იყოს მონათლული, უნდა იყოს მირონცხებული. ამის შემდგომ უნდა აეხსნას ეს საიდუმლოებები მას იმიტომ სჭირდება რომ თითოეული აი ამ საიდუმლოს შესრულება ღმერთთან ურთიერთობის საშუალებაა, საღვთო მადლის გარდამოსვლის საშუალებაა შენზე, რაც ნიშნავს ღმერთთან ურთიერთობას, მოკლედ ესე ვთქვათ პირდაპირ. ამიტომაც ამ საიდუმლოებების აღსრულებას თან ახლავს შენი პირადი დისციპლინაც ამავდროულად, რომელიც შეიძლება ყოველდღიურად ახლა ყოველ წამს ეკლესიაში ხომ არა ხარ ადამიანი, რომ დილაიც იწყება, გაიღვიძებ და გაიქცევ ეკლესიაში. ასე ვთქვათ, მონასტრები შეიძლება ცხოვრობდნენ, მაგრამ ერის ადამიანები ვთქვათ, რომლებსაც ოჯახები ყავთ, ისინი ხა ყოველდღიურად ეს ეკლესიაში სიარულს ვერ შეძლებდნენ, მაგრამ ოჯახი უნდა იყოს მათთვის ეკლესია. რას ნიშნავს ეს ოჯახი უნდა იყოს ეკლესია? იმიტომ რომ იქაც უნდა არსებობდეს გარკვეული დისციპლინა, მაგალითად, როგორ ვკითხულობთ იმას თუ ვასწავლით, თქვათ, დანაჩანგლის გამოყენებას შვილს და თქვათ, უფროსებთან ლაპარაკს, ასევე უნდა ვასწავლოთ, რომ გვაქვს გარკვეული დრო ლოცვისა. შეიძლება ვერ ვიკრიბებით ყველანი ერთად, მაგრამ მე მაგალითს გაძლევ, რომ აი დილით ყველაზე ადრე ვდგები და შე რომ ადგები, მე უკვე დამინახავ წიგნით ხელში ანთებულ სანთელი ხატებთან და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს წესია, რომ ადგები და თავს მოიწესრიგებ, პირველი ღმერთთან უნდა დადგე. სანამ დადგები, უკვე ეს პირადი დისციპლინა უნდა გაგაჩნდეს ადამიანს, რომ როგორ მიდიხარ ლოცვაზე, რა განწყობით მიდიხარ, რომ აი ახლა მე ჯერ ის კითხვებიც უნდა დაისვას აუცილებლად, რომ ანუ აი ფორმალური ურთიერთობა რო არ იყოს მხოლოდ ღმერთთან და ვთქვათ ამ დისციპლინაზე დამოკიდებული მხოლოდ აი სიყვარული როგორ გამოვიმუშაოთ, თუ სიყვარული ღმერთის მიმართ ადამიანს თანდაყოლილი აქვს. თუ ჯერ დისციპლინაა და შემდეგ მუშავდება ეს სიყვარული, ეს როგორ ხდება? აუცილებელია ეს დისციპლინა, რაზეც ახლა მოგახსენებთ. და რატომ დავკონკრეტდი და რატომ დავიწყე ესეთი რჩევების მიცემა ადამიანის მიმართ? იმიტომ რომ თუ ამ ყველაფერს რაღაცნაირად არ ჩასვავს ესე ჩარჩოებში თუ არ მოაქცევს ამ თავის ცხოვრებას, სხვაგვარად გაუჭირდება. იმიტომ რომ იძახო ის რომ ღმერთი მიყვარს, ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ახლა იცით, აი ძალიან ბევრი მინახავს, რომ რაღაცა ისეთი მათ გადაიქცა თითქოს, რომ აბსოლუტურად ყველა სუფრასთან უნდა დალეულიყო პატრიარქის სადღეგრძელო. და უნდა ეთქვათ, რომ აი ესეთი პატრიარქი იყო ჩვენიაც განსვენებული უკვე ილია მეორე და აი ეს გააკეთა, ის გააკეთა. ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი პატრიარქი. და საქმით რასაკეთებ რომ გიყვარს? აი რასაც გეუბნება იმისი თუ გჯერა. აი რომ გითხრა რომ თქვათ რაღაცა მავნებელია შენი სულიერი ცხოვრებისთვის და ესე არ გააკეთო, ამის აი ეს თუ გაუგონე, ამაზე თუ მოусმინე.
ამიტომაც ამ დისციპლინის შესახებ როდესაც ვლაპარაკობ და კონკრეტულად ამ რჩევებს ვაძლევთ ახლა ჩვენ ამ გადაცემაში, თქვენი კითხვა ძალიან დროული იყო, არ იფიქროთ რომ ეს ცუდი კითხვა, ძალიან კარგი და დროული იყო, იმიტომ რომ თუ მხოლოდ დისციპლინა არის ადამიანი იტყვის რომ რაღაცა ესე სპორტსმენივით მეც და გახდება ეს ფორმალური და ყველანაირი ფორმალური მოქმედება კლავს ადამიანის სულს მინდა გითხრათ. სულიერად ვერ განვითარდებ ფორმალურად თუ მოინათლა, ფორმალურად თუ კითხულობს ამას ყველაფერს, თავის შვილებსაც ასე ფორმალურად ესე იგი აჩვენებს რომ აი ხო ხედავთ რომ გამოხვედით მე დილით უკვე ის მიჭირავს ლოცვანი ხელში, ნამდვილად შედეგს ვერ დადებს. მაგრამ ამ დისციპლინასაც რომ გადაუხვიოს ესეც არ შეიძლება. ისევე როგორც არ შეიძლება რომ არ მისცე შვილს აღზრდა, ზრდილობა არასწავლო, როგორ ელაპარაკოს უფროსებს. დაახლოებით ეს მდგომარეობა. რაც შეეხება იმას, რომ თანდაყოლილი სიყვარული გვაქვს თუ არა, რა თქმა უნდა გვაქვს. ეს თვისება არის ჩვენში ჩადებული, რომელიც უნდა განვავითაროთ ამ დისციპლინით. ამას თუ არ განავითარებ, შედეგს ვერაფერს ვერ მიიღებ. იმიტომ რომ ამას ჭირდება აი დაახლოებით იცით როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ რომ აი პატარა რაღაცა ნაპერწკალია და ამ ნაპერწკალს ეხა ცეცხლად რომ გადააქციო, სჭირდება რაღაცა მასალა. უნდა მოიტანო რაღაცა იქ უნდა ნახო ხმელი, ფოთოლი იქნება თუ ხე რომ ამაზე დაადო და ძალიან ფაქიზად უნდა შეუბერო სული რომ ის კი არ ჩააქრო პირიქით ცეცხლად რომ მაგიზგიზდეს და ესე გაანათოს შენი სულიერი მდგომარეობა. ამიტომაც ჩვენ ეს შრომა რომელსაც ახლა ვამბობთ და ვესაუბრებით ჩვენს მაყურებელს რომ რაღაცა ეს შრომა უნდა გასწიოს თითოეულმა ადამიანმა, გახლავთ მსახურება სწორედ ამ სიყვარულის გაღვივებისა და სხვაგვარად ეს შეუძლებელია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ შეუძლებელია ამბობდე რომ გიყვარდეს, აი თქვა რომ ესეთი რამ რომ ჩვენ გამონათქვამიც ხო გვაქვს ესეთი რომ აი იმის ხათრით რაღაცას არ გავაკეთებ. იმიტომ რომ ისე გიყვარს ის ადამიანი. აი ვიღაცა ხა თქვათ ისე მიყვარს ჩემი მშობელი რომ ასე მთხოვეს და ამიტომ რაღაცას არ გავაკეთებ. ისე მიყვარს ჩემი ცოლი რომ ეს მთხოვა და ამიტომ ამას ვერ გავაკეთებ. ხომ არის ასე? ამიტომ უნდა მიხვიდი ადამიანი აქამდე რომ იმის ხათრით, ღმერთის ხათრით მე რაღაცა აკრძალვები მაქვს. იმიტომ კი არა რომ მან დამიწესა ეს აკრძალვები, იმიტომ რომ ვიცი რომ მას არ მოსწონს ეს. მე ძალიან მინდოდა დღეს პირობითად ვამბობ, ალკოჰოლი დამელია, მაგრამ ცოლმა მთხოვა რომ არ დალიო და მისი ხათრით არ დავლევ. თორე ის კი არა რომ რაღაცა აკრძალვა დადო რომ აუ ესე იგი, არა, უბრალოდ მთხოვა და არ ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ ვიცი რომ არ მოეწონება მას ეს ჩემი, ეს დამოკიდებულება და ეს უყურადღებობა და ეს რაღაცნაირად იგნორი მისი თხოვნის მიმართ. და აი ეს დამოკიდებულება ცოცხალი ღმერთის განცდა უნდა გქონდეს ყოველივე იმ დისციპლინაში, რასაც მე ახლა ვლაპარაკობ. თუ ცოცხალი ღმერთის განცდა არ გაქვს, მაშინ კედელს ელაპარაკებ. მაგრამ აი რთულია ხოლმე ამ ცოცხალი ღმერთის განცდა, როცა ვერ ხედავ. და ხშირად აი ბავშვებსაც უკითხავთ, რომ აი მე მინდა გავიგონო ღმერთის ხმა და ჩემი შვილები რაღაც მულტფილმს უყურებდნენ, ასე ვთქვა, სადაც არის საუბარი მოსე როგორ ელაპარაკება ღმერთს და მოსეს ხო ესმოდა ღმერთის ხმა და მეც მინდა რომ გავიგონო ღმერთის ხმა და პატარა ბავშვს აქვს ხოლმე ამის სურვილი რომ შემხებლობა რაღაც დაგემალოთ და დიცაც ხშირად გამჩენია ეს სურვილი რომ იქნებ ღმერთთან საუბარი, თუმცა მე სულ მახსენდება თქვენი სიტყვები რომ ღმერთი გვესაუბრება სახარებით და აქ შეგვიძლია ამოვიკითხოთ. მაგრამ მაინც განცდა ადამიანში რაღაც თანდაყოლილია ალბათ რომ უფრო ჯერა, უფრო გრძნობს, როცა შემხებლობაშია, როცა პირდაპირ ხედავს. ხატებიც ხომ ამიტომ შეიქმნა და აი ეს რომ გამოვიმუშაოთ ცოცხალი ღმერთის განცდა და მასთან ურთიერთობა, ამას ალბათ დისციპლინა ჭირდება ზუსტად რომ შემდეგ ეს ვიგრძნოთ. აუცილებლად ჭირდება მას ეს დისციპლინა, თუმცა კი აქვე მოგახსენებთ რომ ღმერთთან ამ ურთიერთობის მოთხოვნა რომ რაღაცა მეც მინდა მისი ხმის გაგონება და მეც მინდა მისი დანახვა, ამავდროულად გახლავთ ცოტა საშიში მდგომარეობა, იმიტომ რომ იგივე მოსე რომელიც თქვენ ახსენეთ ახლა და ბავშვები რაღაცა მულტიპლიკაციურ ფილმს უყურებდნენო იქ თუ წიგნში კარგად ნახავთ ეს გამოსვლათა წიგნში არის, ოდესაც მოსე უნდა სინაის მთაზე ავიდეს და ღმერთი ელაპარაკოს, იქ მარტო მოსეზე არ არის ლაპარაკი. იქ მთელი საზოგადოება, მთელი ეს ებრაული რჩეული ხალხი უნდა ავიდეს სინაის მთაზე. რომელიც ვერ ადის იმ მთაზე. ვერ ადის შიშით გამორბიანი სინი უკან. ამიტომ მათ მიეცემათ რაღაცა როგორ უნდა მოემზადონ, როგორ უნდა განიწმინდონ თავი, როგორ რაღაცა თქვა ხელშეწირო აღასრულონ, რომ იქამდე რაღაცა არ მიახლონ ამ მთას და როგორც კი ამ მთას ვერც კი მიუახლოვდებიან, მინდა გითხრა, ის კი არა რომ აღმართ შეუყვებიან, ვერც კი მიუახლოვდებიან ამ მთას, შეშინებულები უკან გამორბიან და მოსეს ეხვეწებიან რომ ყველაფერს დაგიჯერებთ.
რასაც შენ ამბავს ჩამოიტანო ღმერთმა, ასე ყველაფერს დაგიჯერებთ, ოღონდ ჩვენ არ აგვიყვანო ამთაზე, იმიტომ რომ გვეშინია რომ არ მოვკვდეთო. და მართლაც ასე არის ყველა წინასწარმეტყველი ჩვენ ძველ აღთქმაში ვნახულობთ, რომ ძალიან ხშირად გაურბიან თითქოს ამ ყოველივეს, იმიტომ რომ ადამიანისთვის ეს ძალიან ძნელი დასატევია. მაგრამ ღმერთი მაინც ყოველთვის ყველგან შეიძლება ითქვას, რომ რაღაცით გელაპარაკება. რაღაცას ყოველთვის მიგანიშნებს და ეს ჩვენთვის ისეთი ბუნებრივი მოვლენა თითქოს არც აქცევ ამას სათანადო ყურადღებას, მაგრამ დილით რომ გაიხედავ რომ ზე ამოდის, თუ შენთვის ეს დასტური არ არის იმისა რომ ღმერთმა შექმნა ეს სამყარო და მათ შორის შენც და მადლიერება არ გაგიჩნდება, მაშინ ესე იგი რაღაცა სულიერად არ გაქვს განცდა მისი ცოცხალი ღმერთის არსებობისა. იმიტომ რომ მართლაც ასე არის, აბა გახედეთ, ამაზე მშვენიერება რამე თუ გინახავთ, აი დედამიწა მზე რომ ამოდის, რაღაცა ზღვას და ოკეანეს რომ უყურებ, რაღაცა ტყეს და მთას რომ უყურებ, ისეთი სილამაზეა, ისეთი შეგრძნება, ამას როგორც არ უნდა გინდოდეს, ვერაფრით ვერ მოყვები. როგორც არ უნდა მოყვე, როგორც არ უნდა აღწერო ლამაზი სიტყვები გამოიყენო სულ რო დითირ ამბებით, ესე იგი შეამკო ეს ყველაფერი, სინამდვილეში ეს მაინც ვერ გამოხატავს იმ შენ შინაგან მდგომარეობას, რაც განიცადე, როდესაც იხილე მზის ამოსვლა, ხო მართალია? ამიტომაც რაც განიცადე, როდესაც იხილე ახალი ადამიანის დაბადება. როდესაც იხილე ახალი ადამიანის დაბადება და როგორ გიყვარს ის? აი როგორ გიყვარს საკუთარი შვილი, ახლა რომელ ადამიანს შეიძლება მოყვეს. შეიძლება თქვას, რომ თავს გავწირავ და მართლაც გაწიროს, კი არ იტყუება, მაგრამ აი როგორ გიყვარს ამას, როგორ ახსნი. სწორედ ეს გახლავთ ეს ცოცხალი ღმერთის განცდა, რომ მე ვერაფრით ვერ ავხსნი, როგორ მიყვარს, თქვათ ადამიანი ჩემი შვილი იქნება თუ სხვისი რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამავდროულად ფაქტია, რომ მიყვარს. ფაქტია, რომ თავდადება შემიძლია მისთვის. და აქედან გამომდინარე ვერ ავხსნი, ვერ მოვყვები ღმერთის არსებობის შესახებ, მაგრამ ღმერთი ყველაფერში მელაპარაკება. მზის ამოსვლაშიც გაზაფხული რო არის და კვირტებს რო გამოიღებს, ხე ამითიც მელაპარაკება და წმინდა წერილით მელაპარაკება, რაც თავარია, იგივე ბიბლიური ისტორიებით, იგივე ახალი აღთქმის იმ შეგონებებით, რომლითაც ესე იგი იწყებს ის თავის ქადაგებას მთაზე, ესე ეწოდება მას და იქ ესე იგი აი ადამიანს რას ითხოვს ის ადამიანისგან, ამის შესახებ არის საუბარი. რომ ეს რა უნდა გააკეთოთ და რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ და ყველა სხვათა შორის აბსოლუტურად ყველა მცნება იქ არსად არ წერია, რომ ღმერთს ასე უნდა ელაპარაკოთ, ღმერთს იქ წერია ადამიანი ადამიანს როგორ უნდა მოექცეს. მცნებებშიც მინდა გითხრათ, რომ უმრავლე ჩვენ მხოლოდ მცნებებს ოდესაც ვლაპარაკობთ, ყოველთვის 10 მცნებაზე გარბის ჩვენი გონება. 10 მცნების გარდა კიდე 600 რაღაცა მცნება არის დაწერილი ძველ აღთქმაში, დათვლილია ეს, რომ იქ უამრავი კანონია და ამ კანონებს ყველაფერს მცნება ეწოდება, იმიტომ რომ ღმერთისგან რაც მოგეცა აბსოლუტურად ყველა მცნება. და თუ დავაკვირდებით და დავთვლით 10 მცნებაშიც კი 4 განსაზღვრავს ადამიანის ურთიერთობას ღმერთთან და 6 მცნება განსაზღვრავს ადამიანის ურთიერთობას ადამიანთან. იმ 600 რაღაცა მცნებაში მე თუ არ მეშლება 613-ია თუ არ მახსოვს ზუსტად, ვერ ვასახელებ ციფრს. იქაც კი მინდა გითხრათ, რომ ღმერთთან მიმართებაში ძალიან ცოტა არის და უფრო მეტი არის ადამიანის მიმართებაში ადამიანთან. რატომ ეს ყველაფერი? იმიტომ რომ მე თუ არ მიყვარს ადამიანი, როგორ შეიძლება ვთქვა, რომ მიყვარს ღმერთი, რომელიც არ მინახავს. ამას მოციქული წერს, ჩემი სიტყვები არ გეგონოთ. რომ ვამბობდე მიყვარს ღმერთი და არ მიყვარს ადამიანი? და თუ მიყვარს ადამიანი, მაშინ მე ღმერთით შემიყვარდება, იმიტომ რომ ეს ადამიანი საჩემოდ კი არ მიყვარს, ეგოისტურად კი არ მიყვარს, მიყვარს როგორც ღმერთის ქმნილება. იმიტომ რომ მიყვარს არა მარტო ადამიანი, რომ მიყვარს ჩემი სამშობლო და ის მთა და ველი და მზე რომ ამოდის, იმიტომ კი არ მიყვარს, რომ რაღაცა ჩემია და მესაკუთრეობის განცდა მაქვს მხოლოდ და მხოლოდ და ვისაუბრეთ ამ მესაკუთრეობაზე. არამედ მიყვარს იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა. ეს არის განღმრთობის უმაღლესი საფეხური. მოსე რომელიც იმ მთიდან ეშვება, ესე იგი კენჭი და ბალახი რო უყვარს თითოეული, არის განღმრთობის ის უმაღლესი საფეხური, რომელიც აცნობიერებს, რომ ეს ხო ყოველივე მისი შემოქმედებაა. მისი შემოქმედებაა თითოეული რამ და აქედან გამომდინარე, ხა ეს ჩემი ურთიერთობა, რის შესახებაც ჩვენ დღეს ლაპარაკობ, ღმერთთან როგორი უნდა იყოს. რომ ამ დისციპლინას იმიტომ ვუწესებ საკუთარ თავს, რაღაცა გარკვეულ კანონს იმიტომ ვუწესებ საკუთარ თავს, რომ ამ ურთიერთობაში ვიყო დახვეწილი და კულტურული ადამიანი. როგორც თქვათ, საზოგადოებაში რაღაც მაღალი საზოგადოებისთვის თუ მზრდიან, მასწავლიან იქ მოქცევის წესებს და როგორ უნდა მივესალმო და როგორ უნდა დავემშვიდობო, თქვათ,
ადამიანებს სწორედ ესე მასწავლის მე დისციპლინა ღმერთთან ურთიერთობას. ამიტომაც ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი და საცოდნელი, რომ ერთია შენი ურთიერთობა და მეორეა ვთქვათ ამ ურთიერთობაში ნათქვამი შენი სიტყვა, რომ კი კაცო მწამს ღმერთისა, კი კაცო მიყვარს ღმერთისა და რასაკეთებ ყოველივე ამისთვის. ამიტომ ეს ურთიერთობა თუ არის მხოლოდ ის, რომ კი მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და თავის დროზე მონათლული ვარ, ამ მხოლოდ ამითი შემოიფარგლება, მინდა გითხრათ, რომ არც ხვენ საერთოდ ქრისტიანის სახელს. ისევე როგორც მაგალითი მოვიტანე, რომ ადამიანი ახლა გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ძალიან მიყვარს ჩემი პატრიარქი და ამ დროს შეიძლება გვერდზე მიტრიალებულიყო ვიღაცისთვის ეწყენინებიან. სულ მცირე ეწყენინებინა და მე უნდა ვკითხო ასეთ ადამიანს, რომ ვისაც წენინა ჩვენმა პატრიარქმა, ვინ გალანძღა, ვინ გააგდო, ვის რაღაცა იმაზე აღარ ვლაპარაკობ ახლა ცუდი სიტყვების გამოყენებაზე და ამიტომაც თუ შენ ამას ამბობ, რომ მე მიყვარს წარწერები ხო იცით ყველას ესე, მე მიყვარს ჩემი პატრიარქი და მაისურებზეც კი ეწერე, მე მიყვარს ჩემი პატრიარქი და ამ დროს შეგიძლია ჯოხით დახვლით ვიღაცას გამოეკიდო, იმიტომ რომ ცოდვილია ან იმიტომ რომ თუნდაც შეურაცხყოფა მოგაყენა. ასეთ რამეს ხო არ აკეთებდა პატრიარქი. ამიტომაც ღმერთთან ურთიერთობა სწორედ ამაში უნდა გზრდიდეს. ღმერთთან ურთიერთობა უნდა გამსგავსებდეს ღმერთს. მას ყველა უყვარს. უკიდურესად ცოდვილიც და მართალიც. ყველასთვის ამოსდის მზე და ყველასთვის წვიმს. ასე წერია ბიბლიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ყველას უგზავნის ამას. არ არჩევს ამის მიხედვით. მაგრამ შენ სად ირჩევ დგომას, ადამიანო, ამის შესახებ არის ახლა ლაპარაკი. ამიტომაც ღმერთთან ურთიერთობა, როგორც სახარებაში წერია, რომ იყავით სრულყოფილნი, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულყოფილია, ეს ამას ნიშნავს სწორედ, რომ ისე უნდა გიყვარდეს ყველა და ყველაფერი, როგორც ღმერთმა შეიყვარა. და მამა კახაბერ ბოლოს ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა რომ გკითხოთ. ლაზარე იწოდება როგორც ქრისტეს მეგობარი, პირდაპირ ესე მოხსენიებული და რა უნდა გავაკეთოთ? აი ყოველდღიურად როგორ ვეცადოთ, რომ ჩვენც გავხდეთ ქრისტეს მეგობრები? ძალიან ამაღელვებელია ხოლმე. ჩვენ ყველა ვსაუბრობთ, რომ ვართ უფლის შვილები. და თითქოს ეს ერთგვარი რაღაცა ჩვეულებრივი მოცემულობა, რომელსაც ჩვეულებრივად ვიღებთ და აი მეგობარი კიდე რაღაც სხვანაირად ჭირს, რომ აი ქრისტე რო შენი მეგობარია, რაღაცნაირად კიდე სხვანაირად ამაღელვებელია თითქოს. ეს ფორმულირება შეიძლება ითქვას თვითონ სახარებაშია გაცხადებული, დაწყებული იქედან, რომ ღმერთი გახდა ადამიანი. მან ადამიანური ბუნება შეიმოსა და ადამიანური ხორცში, ესე იგი განხორციელდა, შეიძლება ესე ითქვას, ეს რას ნიშნავს, რომ ყოვლითურთ მსგავსია ჩვენი გარდაცოდვისა. აბსოლუტურად ყველაფრით, ტკივილგანცდელობით, სიკვდილითაც კი, იმიტომ რომ მოკვდა ჯვარზე, როგორც ადამიანი ამ შემთხვევაში. ამიტომ პირველი ის, რომ ის მეგობრად გვიწოდებს თვითონ ჩვენ აქედან გამომდინარეა, ყველა ადამიანი ერთმანეთის ამაში უნდა მიემსგავსო პირველ რიგში, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთის მეგობარი უნდა იყოს განურჩევლად რელიგიისა, სქესისა, კანისფერისა და მისი დამოკიდებულებისა, თქვა ღმერთთან. სწამს, არ სწამს, სოდვილია თუ მართალი. ანუ შენთვის თუ არ არის ესეთი დამოკიდებულება, რომ ღმერთი რო განკაცდა და ადამიანური ბუნება, მარტო შენ გაქვს ადამიანური ბუნება, იმას არ აქვს, თქვა, ვინც ცოდვილია ან სხვა განისფერი აქვს. აი ესეთი უნდა იყოს ადამიანის მშელობა. ამის შემდგომ თვითონ ქრისტე ღმერთი ამბობს, რომ არა გიწოდო მონად, არამედ მეგობრად. იმიტომ რომ მონებმა არ იციან, რას ფიქრობს მისი ბატონი და თქვენ იცით, რას ფიქრობს მისი ბატონი. რას ნიშნავს ეს? ღვთის ნება გაცხადებულია ჩვენთვის. ჩვენ გაგვიცხადა მან თავისი ნება. და თუ გაცხადებულია, ეს მონობას კი არ ნიშნავს, მეგობრობას ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა სურს მას. და ვისი იცოდე ხა ვიღაცა უცხო ადამიანის ნება შენ შეიძლება არ იცოდე საერთოდ რა უნდა და რა სურს, მაგრამ შენ მეგობარს ხო იცი რა სურს და ეს არის სწორედ ეს რაღაცა შეიძლება ითქვას შინაურული ატმოსფერო, მოკლედ ესე ვთქვათ, სადაც ერთმანეთისა ყველაფერი ვიცით. და რა არის მისი ნება? რომ არ წარწყმდეს არც ერთი ადამიანი და ყველა ცხონდეს. ეს არის მისი ნება. ოღონდ ამ ნებას უნდა ეთანხმებოდეს ადამიანის ნებაც. ვიღაცის ნება არ ეთანხმება და ჩვენ შეიძლება ცხარეთ დავსტიროდეთ ჩვენს მეგობარს, რომლის ნებაც არ ეთანხმება საფრთხო ნებას. და დავსტიროდეთ საკუთარ თავსაც, როდესაც ჩვენ ამ ნებას გადაუხვევთ გვერდით.
ესეთი გახლავთ დამოკიდებულება და ამიტომ ლაზარე, რომელიც ქრისტეს მეგობრად იწოდება, გახლავთ სწორედ ის ადამიანი, რომელმაც იცოდა ღვთისნება, რომელიც ამ ნებას არ გადაუხვევდა და ასრულებდა საღვთო ნებელობას, რაც იყო მისთვის მოცემული. ამიტომ იწოდება მეგობრად და ლაზარესთან ერთად თითოეული ჩვენგანი, ვინც ამ ნებას არ გადაუხვევთ არასდროს. მამა კახაბერ ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო და დამაფიქრებელი თემა აღმოჩნდა თან თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენ ამ სეზონზე ვემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, იმ იმედით, რომ იმ სეზონზე ისევ შევხვდებით და მოდით საფიქრებლად დავუტოვოთ ეს თემა, როგორი ურთიერთობა გქონდეს ღმერთთან და როგორ გავხდეთ მისი მეგობრები. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად საინტერესოა ეს თემა და ყოველთვის უნდა ვფიქრობდეს ადამიანი, ჩვენ ერთ-ერთი გადაცემა გქონდა მახსოვს ხიბლის შესახებ და მაშინ ვისაუბრეთ, რომ ადამიანი ვერ ხედავს საკუთარ თავს და ამიტომაც ეს გადაცემაც უნდა დაეხმაროს ადამიანს საკუთარი თავის დანახვაში და იმ ურთიერთობის დანახვაში, რა ურთიერთობა აქვს მას ღმერთთან, რომ ამ ყველაფერს ფორმალურად ასრულებს თუ ნამდვილად გულითადია მისი ეს დამოკიდებულება ღვთის წინაშე და ცდილობს მისი ნების აღმასრულებელი იყოს ამ ქვეყნად, ასე რომ ჩვენც ამ იმედით დავემშვიდობოთ შემდეგ სეზონამდე ჩვენს მაყურებელს და ვუსურვოთ, რომ ღმერთთან ურთიერთობაში გახდნენ უფრო მოშურნენი და უფრო მეტის შემცნობნი, ვიდრე აქამდე იყვნენ. და ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან გახდეს ყოველდღიურად უფრო და უფრო ცოცხალი. ამინ, ასე ყოფილიყოს. დიდი მადლობა მამა კახაბერ. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, გემშვიდობებით ახალ სეზონზე იმედია შევხვდებით. ღმერთი თუ ისურვებს. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით და გვისმენდით მთელი წლის განმავლობაში. შევხვდებით ახალ სეზონზე ნახვამდის.